8 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო 2026 წელს. უნდა არა იმიტომ, რომ სადმე სიაში ვნახე ან ვინმე ექსპერტი გვირჩევს. შევარჩიე ეს წიგნები საკუთარი გამოცდილებით, მიზანმიმართულად და ასევე ეს წიგნები ერთმანეთში არიან ძალიან ჰარმონიულად და რაც მთავარია, 8-ვე წიგნი ემსახურება ჩვენი შინაგანი სიმშვიდის მოპოვებას და გვაძლევს სხვადასხვა ინსტრუმენტს თუ ხერხს. ვფიქრობ, რომ მე ეს რაღაცნაირად უკვე მოვახერხე და რომ მკითხოთ ჩემი ყველაზე დიდი მონოპოვარი ცხოვრებაში რა არის, ნამდვილად შინაგანი სიმშვიდე და აქედან გამომდინარე მინდა რომ ეს ხელსაწყოები წიგნებს თუ ასე დავარქმევთ, თქვენც გაგიზიაროთ. ზოგადად სრული ტრანსფორმაციისთვის შერჩეული მაქვს 22 წიგნი და ზუსტად ამ 22 წიგნის გამო ქვია ჩემს წიგნის კლუბს, რომელიც იწყება თებერვალში 22 წიგნის კლუბი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ადამიანი დაკავებულია, სხვადასხვა ინტერესი აქვს, დრო არ აქვს, ვფიქრობ, 8 წიგნი არის ძალიან ოპტიმალური, ესე ვთქვათ, რაოდენობა, რაც შეიძლება, რომ 1 წლის მანძილზე წავიკითხოთ. მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday, გამოიწერეთ ჩემი არხი და ეხლა გავაგრძელოთ ამ 8 წიგნის განხილვა. სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კომპლიმენტი კითხვა ჩემ მიმართ, რაც მესმის ხოლმე ან წამიკითხავს არის, როგორ ხარ ასეთი მშვიდი, ან როგორ ინარჩუნებ სიმშვიდეს და ეს ჩემთვის ნამდვილად ძალიან მისაღები კომპლიმენტია და მიხარია ჩემი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ძირითადად სტაბილურად მაქვს, გარეგნულადაც თუ ასახულია ჩემზე და შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს ერთი რეცეპტი, რომელიც ყველას მოერგება და ასევე არ არსებობს რეცეპტი ჩემი აზრით, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი ინგრედიენტი. ამიტომ არ მინდა ისე გავიგოთ, რომ 8 წიგნის წაკითხვა ავტომატურად უდრის სიმშვიდეს, მაგრამ 8 წიგნის წაკითხვა გაცნობიერებული და შემდეგ ცხოვრებაში დანერგვის მცდელობა ნამდვილად დაგვაახლოვებს იმ სიმშვიდესთან, რასაც ასე ვეძებ და რასაც ასე საჭიროებს ჩვენი თანამედროვე ადამიანი და ნელ-ნელა მიგვიყვანს იქამდე, სადამდეც გვინდა და ჩემი გამოცდილება მინდა გავაზიარო, რაღაცა ისე დაემთხვა, რომ დავინტერესდი ფსიქოლოგის მომსახურებით, კოუჩის მომსახურებით, ადრე ვამბობ 4-5 წლის წინ და ყველა ჩემი გამოცდილება ყოველ შემთხვევაში ქართულ სივრცეში რაღაცნაირი ისეთი იყო, რომ აი არ მიმიზიდეს ამ ადამიანებმა პირიქით განმიზიდეს ამ სივრციდან და სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსპირაცია და ესე ვთქვათ, მოტივაცია, რატომაც მინდოდა ფსიქოლოგია, კოუჩინგში გადავსულიყავი, იყო ის, რომ მე თვითონ საკუთარი თავისგან შემექმნა ის კოუჩი და დამხმარე ადამიანი, რომელიც ამ პერიოდში მჭირდებოდა და არ მყავდა და მე ჩემმა წიგნებმა და ასევე სხვადასხვა პრაქტიკებმა რაღაცნაირად ერთიანად დავეხმარეთ ჩემს თავს და მოვუტანეთ შინაგანი სიმშვიდე. ამიტომ შეიძლება რომ წიგნი იყოს ჩვენი ღუზა, ჩვენი მანტრა, ჩვენი მასწავლებელი, გააჩნია როგორ მივუდგებით და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანები, ვინც არ არიან ძიებაში ან არ აქვს დაპრიორიტეტებული შინაგანი სიმშვიდე და ჯერ სხვა რაღაცეები აინტერესებთ, რაც მათთვის უფრო მნიშვნელოვანია და არავინ არ იცის დღის ბოლოს რა უფრო არის მნიშვნელოვანი, შეიძლება არ მოიხიბლონ ჩემი არჩევნით და ამიტომ პირდაპირ ვამბობ, რომ ვისაც უნდა სტრესის შემცირება, ცხოვრების ტემპის დასტაბილურება, შინაგანი სიმშვიდე და გაცნობიერებული ცხოვრება, იმას ნამდვილად შეუძლია, რომ ეს 8 წიგნი 2026 წელს წაიკითხოს და მე
მე წაიკითხოს დანარჩენი წიგნები, რომელსაც ასევე ეტაპობრივად გაგიზიარებ და სხვათა შორის სულ ფიქრობდი, რომ აი საბჭოთა კავშირის დროს რა მოსაწყენი იყო ალბათ ადამიანების ცხოვრება, იმიტომ რომ რეალურად არ ქონდათ არჩევანი, რაც აინტერესებდათ, არ იყო ნათარგმნი ენის ბარიერი იყო, არ შეიძლებოდა ყიდვა და ჩვენ შემთხვევაში ჩვენ სხვა გამოწვევა გვაქვს, იმხელა არჩევანია, რომ არ ვიცით საიდან დავიწყოთ და ხშირად ხედავთ ალბათ რამდენი წიგნია სხვადასხვა რეკომენდაციით ან ესე ვთქვათ მეგობრის რჩევით ნაყიდი ან აკადემიისადაც სწავლობ და მე ეს წიგნები რაღაცნაირად თაროზე აგრძელებენ ცხოვრებას და არანაირი მოქმედება ჩვენს ყოველდღიურობაზე არ აქვს და ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი რომ არ ვკითხულობთ გაცნობიერებულად და მეორე ის რომ რეალურად ბევრი წიგნი არის ერთმანეთის გადამღერება, არის მარკეტინგი და კომერცია და არც არის იმ მიზნით დაწერილი, რომ რამის ცვლილებაში დაგვეხმაროს და ზუსტად ამიტომ საკუთარი გამოცდილებით რამაც ჩემზე იმუშავა, საკუთარ თავს უფლება მივეცი, რომ შემერჩია ჩემი მაყურებლისთვის წიგნები, რომელიც ვფიქრობ 2026 წელს ყველაზე ძალიან გვჭირდება, რომ გავიაროთ ეს წელი მეტნაკლებად ისე, რომ რაღაცნაირი კვანტური ნახტომი მოვახდინოთ ჩვენს შინაგან სამყაროში და საკუთარი თავი მაინც დავიმშვიდოთ შინაგანად, გარეგანი ფაქტორები თუ არ გვიწყობს ხელს და როგორც ვხვდები 2026 წელიც მსოფლიო და გლობალურ პოლიტიკურ ნაწილში საკმაოდ ცეცხლოვნად დაიწყო ალბათ, როგორიც არის თვითონ ეს ცეცხლოვანი ცხენი. რომ მივუბრუნდეთ ახლა ჩვენს ესე ვთქვათ წიგნებს და ბევრ დროს აღარ წაგართმევთ, მოკლედ ახსნი, რატომ აქვს თითოეული წიგნი აქ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თითოეული წიგნი პირდაპირ ან ირიბად ემსახურება ჩვენს შინაგან სიმშვიდეს, გაცნობიერებული ცხოვრების გზით შინაგანი სიმშვიდის მოპოვებას და ამისთვის გვჭირდება გაცნობიერებული კითხვა. პირველი წიგნი, რომელიც არის, ესე ვთქვათ, მთავარი წიგნი იმ 22 წიგნს შორის, რომელიც მე შევარჩიე საკუთარი თავისთვის და თქვენთვის, არის ეკჰარტ ტოლეს აწმყოს ძალა. ეს დაძდავს ფონად მთელს ჩემს არჩევანს, ამას უკვე ეს 4-ჯერ წავიკითხე, პირველ ნაკაჩი წიგნის კლუბთან ზუსტად დღეს გავიარეთ და დავამთავრეთ ამ წიგნის განხილვა და ეს არის ყველაზე პირდაპირი გზა, რომელიც გვანახებს რა არის გაცნობიერებული ცხოვრება და ვიტყვი რომ თვითონ ავტორი ამბობს, ის არაფერს ახალს არ ამბობს, ის არაფერს ახალს არ გვასწავლის, რაც აქამდე არ უსწავლებიათ ჩვენთვის, უბრალოდ თანამედროვე ადამიანისთვის გასაგებად სუბუქად არის აღწერილი მისი გამოცდილებით, როგორ უნდა ვაპრაქტიკოთ აწმყოს ძალა და რადგან ეს ადამიანი არის ჩვენი თანამედროვე და რადგან მან ეს შეძლო, ჩვენი ფსიქიკაც უფრო მარტივად უშვებს იმას, რომ ჩვენც შევძლებთ, ვიდრე ძალიან არქაული ნაშრომები, რომ წავიკითხოთ და აწმყოს ძალას რაც შეეხება, ეს წიგნი არის პირველი წიგნი, რომელსაც განვიხილავ 22 წიგნის კლუბში. რეგისტრაციის ბმული იქნება ამ ვიდეოს აღწერილობაში, ან შეგიძლიათ Instagram-ზე დაირექტში მომწეროთ და გამოგიგზავნით რეგისტრაციის დეტალებს, განვიხილავთ 5 კვირა და ვიწყებთ თებერვლიდან. შემდეგი წიგნი არის ისევ ამ ავტორის წიგნი, სიჩუმე ამბობს, Stillness Speaks, ესე ქვია, რომელიც შეგვიძლია აწმყოს ძალის დამოუკიდებლადაც წავიკითხოთ და არის ერთგვარი ინტეგრაცია, როგორ უნდა ვიცხოვროთ გაცნობიერებულად, რამხელა მნიშვნელობა აქვს სიჩუმეს და სივრცეს, რა არის საერთოდ სიჩუმე, მდუმარება და სივრცე და რაღაცნაირად აი იკვრება თითქოს ეს თემა აწმყოს ძალის
სიჩუმეში პრაქტიკის, ესე ვიტყოდი და მე ძალიან მომწონს ამ ორი წიგნის კომბინაცია და ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სულ მივუბრუნდები და რაც მნიშვნელოვანია, ორივეს ერთად წავიკითხავ. მესამე წიგნი არის ჩემი საყვარელი მარკუს ავრელიუსის მედიტაციები, ქართულად ფიქრები ქვია ამ წიგნს, თავისი სავარჯიშოებით და ზოგადად გირჩევთ, რომ სტოიციზმის არსს კარგად გაეცნოთ. ხანდახან ვფიქრობ კიდევაც, რომ დღეს რო ისინი ცოცხლები იყვნენ, ალბათ გაგიჟდებოდნენ თანამედროვე ადამიანები რამდენად აცდდნენ საერთოდ სტოიციზმის არსს, მაგრამ თავარი არის რომ გავიაზროთ ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ მოქმედებებზე, მაგრამ უნდა დავნებდეთ ისეთ მოვლენებს და მივიღოთ ისეთებად ადამიანები ან მოვლენები, როგორებიც არიან, რაც არ არის ჩვენს კონტროლ ქვეშ. და ეს ძალიან კარგი გაგრძელებაა, თუ ამ თანმიმდევრობით წაიკითხავთ ექარტ ტოლეს ორი წიგნის შემდეგ, რადგან გვაცლის იმ დაჯერებებს, კლიშეებს, ტრადიციებს, რომელიც ზედმეტია, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა კულტურებში და რაღაცნაირად აღარ ვართ ნაძვის ხესავით ბევრი სათამაშოთი, არამედ ვართ ნაძვის ხე, რომელსაც აქვს მყარი ღერო და არ ჭირდება ბევრი შეფერადება. მეოთხე წიგნი არის ვიქტორ ფრანკლის ადამიანი საზრისის ძიებაში, თუ სწორად გადავთარგმნე ქართულად, იმიტომ რომ ვერ ვნახე ქართული თარგმანი, თუმცა არის ინგლისური, არის რუსული და არის ქართული აუდიო წიგნი. ეს წიგნი წავიკითხე შარშან და ძალიან დიდი ხანი არ მქონდა მანამდე აი ესეთი ვაუ ეფექტი, რომ რა მაგარი რაღაც წავიკითხე და ერთ რაღაცას ვეტყვი მკითხველს, არ დავასპოილერებ, რომ ვიქტორმა თუ შეძლო, ანუ ჩვენში ყველაში არის ის ნაპერწკალი, რაც მან შეძლო და ჩვენ შევძლებთ და ძალიან დამამშვიდებელი წიგნია და ძალიან დიდი პატივისცემით ამავსო მე პირადად ამ ადამიანის მიმართ და ზოგადად იმ ფაქტის მიმართ, რომ ადამიანს შეუძლია ასეთ გარემოებებშიც კი აწმყოში ყოფნა და ღირსეული ცხოვრება და სიმშვიდის შენარჩუნება. მეხუთე წიგნი არის ჩემი საყვარელი ავტორის, ჩემ საყვარელ ავტორზე უფრო ვიტყოდი, რომ არის ჩემი საყვარელი საზოგადო მოღვაწე, გაბორ მატე. ეს არის მითი ნორმალურობის შესახებ, რომელიც მის შვილთან ერთად დაწერა და ძალიან კარგია ეს წიგნი, რომ ავიღოთ კომბინაციაში გაბორ მატეს YouTube-ზე არსებულ მასალასთან ერთად და ეს არის უამრავი და ზოგადად გავიგოთ, რაზე გვესაუბრება და რას გვასწავლის ის სტრესის, ტრავმის და განკურნების შესახებ, ასევე დანებების შესახებ, რადიკალური პატიების შესახებ და ჩემი ყველაზე საყვარელი საზოგადო მოღვაწეა ამ საუკუნეში, ვინც არის ცოცხალი ნამდვილად შემიძლია ვთქვა და ვფიქრობ, რომ ისიც ვიქტორივით ძალიან მსგავსი და მძიმე ცხოვრების, ესე ვთქვათ, ისტორიის მატარებელია და ზუსტად ამ ადამიანისგან არის საინტერესო ესეთი დიდი მიტევება და სიყვარული და მოკლედ ამის თქმა მინდა, რომ მითი ნორმალურობის შესახებ კომბინაციაში იმ ვიდეო მასალასთან ერთად, რაც არსებობს ინტერნეტში გაბორ მატესგან, შეგვიძლია რომ ეს წელი დავუთმოთ. მეექვსე წიგნი არის ტიკნათ ჰანის შინაგანი ბავშვის განკურნება. ეს არის საკუთარ თავთან შერიგება და ჩემი გამოცდილებით სანამ შენს თავს არ აპატიებ და შენ თავს არ შეურიგდები, სხვა ვერავის ვერ აპატიებ და მე საერთოდ აღარც გახსოვს სხვისი პატიება და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ისეთი, როგორ თქვა, შედეგიანი პრაქტიკა იყო
ჩემს შინაგან ბავშვთან მუშაობა, რომელიც ეხლაც გრძელდება, მაგრამ რაღაცნაირად უკვე პრაქტიკაში უფრო მოზარდ ელენესთან მუშაობ და ძალიან ისეთი რბილი და აი ნაზი წიგნია თავისი რჩევებით, სავარჯიშოებით და ყველაფრით, რომ არ გავაღიზიანოთ და რაღაცა მხეცი არ გამოუშვათ იქიდან და ნუ ტიგნათანით ზოგადად რო ნახოთ მისი მოღვაწეობა, გამოსვლების სხვა წიგნები ძალიან კარგი იქნება უბრალოდ, რადგან ჩვენ ვმუშაობთ სიმშვიდეზე და სიმშვიდის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის პატიება საკუთარი თავის და სხვების, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ზუსტად ეს წიგნი ყოფილიყო ამ 8 ეულში, თუ სწორად ვამბობ ქართულად. მეშვიდე წიგნი არის ზითარტა ჰერმან ჰესესი, რომელიც ძალიან ბევრი წლის წინ წავიკითხე პირველად. მახსოვს მე ყველას ვურჩევდი, აღფრთოვანებული ვიყავი ამ წიგნით, რო გეკითხათ, რატო ვერ სავხსნიდი, მაგრამ აი ეს გზა რომ დავინახე გავლილი ზითარტასი, არ ვიცი, აი ძალიან გამომეცნაურა და აღტაცებული ვიყავი, მაგრამ იმიტომ არა, რომ იმ მომენტში მე ეს გზა მინდოდა გამეარა, უბრალოდ რომ არსებობს შესაძლებლობა ესეთი გზის გავლის. აი ეს აღმაფრთოვანებდა და ბევრჯერ მივუბრუნდი, ეხლა ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ კიდევ ერთხელ წავიკითხეო და ადრე მაშინ როცა მირჩიო, ვერ მივხვდიო დიდად ასეთი აღფრთოვანებული რატო იყავიო და ეხლა ძალიან შემეხმიანაო და მართლაც აი რომ ჩაგვეხუტება და გულში უნდა ჩავიკრათ, ჩემი აზრით ეგეთი ნაწარმოებია და მერვე წიგნი, რომელსაც ვურჩევ ჩემს მაყურებელს, რომ წაიკითხოს, რომელიც შეკრავს ამ ყველაფერს, არის რუმის რჩეული წიგნები, ბოდიშით პოეზია, პოემები, როგორც კიდე დავარქვათ, მასნავი არის, მე მგონი, ქართულად მისი ძირითადი ნაშრომი რაც არის, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რუმიდან რას აიღებთ, ესე ვთქვათ, შევთანხმდეთ, რომ მინიმუმ იყოს 100 გვერდი, ნაკლები არ იყოს და რაც უფრო ბევრი იქნება, კარგი იქნება. და რუმი ჩემთან ასოცირდება, ჯალალედინ რუმი, სითბო, ჰაეროვნება, მისტიურობასთან ერთად ის რა მისტიურობაც იყო, ასევე ყველაფერი რეალურთან ახლოს არის. აი ყველა სიბრძნე, სწავლება, გაზიარება შემოდის სინაზით და აი ძალიან მომწონს რუმის ეს მიდგომა ან ჩემეული აღქმა, რომ ის არის ნარნარა და რაღაცნაირად დაგვაშრიალებს, ესე ვთქვათ, ამ თავის ლექსებში და პოემებში და სხვათა შორის თუ ვინმე აპირებთ, რომ იყიდოთ, ძალიან გირჩევთ, რომ იყიდოთ, აი ეს გამოცემა არის Coleman Barks's ნათარგმნი ჯონ მოინისთან ერთად და რატო? იმიტომ რომ ჯონ მოინი არის ძალიან კარგი თარჯიმანი, პირდაპირ თარგმნის და Coleman Barks-ი უკვე თვითონ ინტერპრეტაციას აკეთებს და აი ამორის კომბინაცია არის ყველაზე ახლოს მიახლოებული, ესე ვთქვათ, ვერსია იმასთან თუ რა დაწერა რუმიმ დედანში. ეს იქნება ის 8 წიგნი, რომელსაც რა თქმა უნდა მე კიდევ ერთხელ წავიკითხავ და ასევე გირჩევთ, რომ თქვენც წაიკითხოთ, თუ გაინტერესებთ გაცნობიერებული კითხვა, აი ესე დავარქმევდი იმას, რასაც ჩვენ წიგნის კლუბში ვაკეთებთ, ყველა წიგნს გავივლით წიგნის კლუბში, მხოლოდ აგვისტოში და დეკემბერში იქნება დასვენება და ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ან ინსტაგრამზე მომწეროთ, ან აქვე გაიაროთ რეგისტრაცია. ძალიან დიდი მადლობა, იმედი მაქვს, რომ სასარგებლო იყო ეს ეპიზოდი თქვენთვის და მომწერეთ კომენტარებში თუ გაინტერესებთ მსგავსი ვიდეოები, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი წიგნი მაქვს დამუშავებული და წაკითხული და შემიძლია რომ თქვენთვის საინტერესო თემატიკით ამოვკრიბო მაგალითად ფულთან დაკავშირებით, კარიერასთან დაკავშირებით, ურთიერთობასთან დაკავშირებით, ყველა მიმართულებით, ასე რომ გელოდებით კომენტარებში და დროებით.